23 მაისი სვიმონ კანანელის ხსენების დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის დღედ დადგინდა. ღონისძიებები გმირთა მემორიალთან დილით დაიწყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო ომში დაღუპულთა ხსოვნას. მივაგებთ პატივს იმ ხალხს, ვინც ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლი გახდა. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა პატრიარქს, ვინაიდან მისი ლოცვა-კურთხევით დღეს ჩვენ აღნიშნავთ აფხაზეთობას. მგელსახურთა ერთი ჯგუფი დღეს პარაკლისს ატარებს ენგურის ხიდიდან, მცხეთიდან დაიწყო და დამთავრდება დღეს ზუგდიდში და ეს არის ის წვლილი, რომელსაც პატრიარქი ცდილობს შეიტანოს ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძალიან რთულ პროცესში. ეს ის ადგილია, სადაც ქართველი ადამიანი ყოველდღე უნდა მოდიოდეს, იმიტომ რომ აქ იმ ბიჭების სახელები ამ კედლებზე, რომლებიც შეუნარჩუნეს საქართველოს თავისუფლება. დღევანდელი დღე ითვლება აფხაზეთის დღედ. ჩვენი აქ მოსვლა აუცილებელი იყო. უნდა გვახსოვდეს ეს ბიჭები, ეს გმირები. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ბევრ მათგანს ვიცნობდი და თვითმხილველი ვარ მათი გმირობისა. მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ტოლმთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. 25 წელი გავიდა, რაც საქართველოს ჩამოაჭრა აგრესორმა თავისი ძირძველი მიწები. ცხინვალის რეგიონი აფხაზეთი და დღეს ტრადიციულად ბოლო წლების განმავლობაში აღინიშნება აფხაზეთის დღე. ეს არის დღე, როდესაც ერთ-ერთმა დიდმა მოციქულმა სვიმონ კანანელმა იმოგზაურა და იქადაგა აფხაზეთში და ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო სწორედ აფხაზეთის ტერიტორიაზე იქნა დაფუძნებული. დარწმუნებული შორს არ არის დღე, როცა შესაძლებელი იქნება დაბრუნება, ოკუპაცია უნდა დასრულდეს.